ანდრო გოცეიძე, ანდრო დიდი მადლობა, ჯერ თავდაცვის კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი იყო ანდრო ბევრი წლის განმავლობაში და თვითონ ამ თემის ძალიან დიდი გულშემატკივარი და ექსპერტია. მინდა ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორიც არის უკრაინის სპეცსამსახურების მუშაობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის წარმატებების ფონზე, იმიტომ რომ სპეცსამსახურების გამართული მუშაობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა იქ რაღაცა სერიოზული მიზნების მიღწევა, რამდენად და როგორ ჩამოყალიბდა უკრაინის სპეცსამსახური იმ დონემდე, როგორიც არის და რამდენად ანგარიშგასაწევი ძალა გახდა ის. სპეცსამსახური სამხედრო მოქმედებებისას და აი ამ საომარ მდგომარეობაში სპეციფიურ და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განსაკუთრებით ორი მიმართულება არის გამოკვეთილი ამ დროს. პირველ რიგში ის, რომ შეარყიოს მოწინააღმდეგის სამხედრო ძლიერება, თვითონ ეს სამხედრო მანქანა და მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელ მიმართულებაზეც იგეგმება ხოლმე ღონისძიებები, ეს არის გატეხოს მოწინააღმდეგის ეს მხედრული სული ომის მიმართ თვითონ აი ამ მოწინააღმდეგის მოსახლეობის და პოლიტიკური წრეების განწყობა შეასუსტოს, ისე რომ აიძულოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეწყვიტოს რომ ეს ორი ძირითადი მიმართულებაა. ბუნებრივია არსებობს ასევე მიმართულებები, რაც ინფორმაციის მოპოვებასთან არის დაკავშირებული, ასევე შეიძლება იყოს თქვა ტყვეებთან მუშაობა კონდაზვერვითი მიმართულებით, კონდაზვერვითი ხასიათის რაღაც საფილტრაციო მომენტები, მაგრამ ძირითადად თქვა აი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს ორი მიმართულებაა ცნობილი და ესეთი უფრო მეტად რაც გავლენას ახდენს ომის მიმართულებას. თუ შევხედავთ უკრაინულ სამხედრო მანქანას, აი დღეის მოცემულობითაც კი უკრაინა ყალიბდება ერთ-ერთ უმძლავრეს სამხედრო ძალად ომის ახლა ამ წუთას მიმდინარეობიდან გამომდინარე და ის იქნება მეტად ანგარიშგასაწევი ძალა. ისეთიც კი რომ თავისთავად უკრაინისთვის ის რომ ნატოში წევრობა შეიძლება შეფერხდეს განაჩენს აღარ წარმოადგენს, იმიტომ რომ ის უფრო მეტად დაჭირდება 50 მილიონიანი ქვეყნის მძლავრი საომარი გამოცდილების მქონე და უკანასკნელი ტექნიკით აღჭურვილი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყანასთან ალიანსი ჯერ კიდევ საკითხავია, ხო, იმ ფონზე, რასაც ჩვენ ვაკვირდებით ევროპის ქვეყნებს პრობლემა აქვს გადაიარაღებასთან, სამხედრო მზადყოფნასთან და ასე შემდეგ მდგომარეობით. ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ თავისთავად ცხადია ეს სამხედრო ძლიერება სპეცსამსახურის გარეშე და სადაზვერვო დანაყოფების გარეშე წარმოუდგენელია. იმიტომ რომ სადაზვერვო დანაყოფი უკრაინის იქნება სამხედრო დაზვერვა თუ საგარეო დაზვერვის სხვადასხვა მიმართულებები, მაგრამ კონდაზვერვითი ხაზიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან სპეცსამსახურად ჩამოყალიბდა. ამას რამდენიმე ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი ეს გახლავთ თავად მაღალი პროფესიონალიზმი, მათ როგორც ჩანს მოახერხეს აი ამ კადრებში გარკვეული სიახლის შეტანა მათი აღზრდის საქმეში, ცუდი საბჭოთა სისტემიდან გარკვეული წარსულის გათვალისწინებაც, რაც თქვა შეიძლება იყოს პროფესიონალისთან ან ძალებთან და საშუალებებთან დაკავშირებული, მაგრამ ახლებური მუხტი შეტანილას და მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი არის დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა. თუ დასავლური სამსახურები თვლიან პარტნიორს სანდოთ, მაშინ ხდება გაცვლა ინფორმაციის საერთო ღონისძიებების დაგეგმვა და დღეს მოგეხსენებათ დაზვერვა აღარ არის მხოლოდ ქაღალდზე დატანილი ან ადამიანური რესურსით წარმოებული დაზვერვა იმ ტიპის ოპერაციებს, რომლებსაც აწარმოებს უკრაინული სპეცსამსახური, ბუნებრივია სჭირდება ეს ტექნიკური დაზვერვა, ელექტრონული დაზვერვის მონაცემები და ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი არის ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურთან თანამშრომლობა. მინდა საინფორმაციო უზრუნველყოფის კუთხით. სულ პირველი ამ თანამშრომლობის ნაყოფი ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა თვეებში გამოჩნდა, როდესაც სრულ სამხედრო მზადყოფნაში მყოფი რუსული მანქანა, სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ეს რუსული სამხედრო მანქანა რამდენჯერმე იძულებული გახდა მისთვის მომგებიანი თარიღი შეჭრისა გადაენაცვლებინა, იმიტომ რომ წინსწრებად მოხდა ინფორმაციის მოპოვება და შემდგომ გავრცელება. შორის ეს ინფორმაციის კონტროლირებადი გავრცელება სპეცსამსახურის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფორმაა. ხშირად შეიძლება ამას ჩვენთვის კონდეს თქვა გაჟონვის სახე, კონდეს გარკვეული რაღაც თითქოს და ესეთი უნებლიე ინფორმაციის გასვლის ფორმა, მაგრამ სინამდვილეში ეს არის კონტროლირებადი ღონისძიება და სწორედ ეს იყო, როდესაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდებოდა აი ამ ზრახვების რუსული შეჭრის თარიღის გამოცხადება, ძალების, საშუალებების, კონტინგენტის დისლოკაციის შესახებ, რაც ხელს უშლიდა რუსეთს მოულოდნელობის ეფექტის განხორციელებაში. საბოლოო ჯამში
არ ვიტყოდი რომ სრულად, მაგრამ დიდწილად აი ეს წარუმატებელი ბლიცკრიგი სწორედ ამანაც შეიძლება გამოიწვია, ახლა ბლიცკრიგი არ იყო ეს ტრადიციული ბლიცკრიგი, უბრალოდ სწრაფი ომის ტერმინად ვიყენებთ ამ ყველაფერს და ცხადია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა, რომ ვერ განხორციელდა აი ეს მცირე სამხედრო ოპერაცია, სპეციალური ღონისძიება, რასაც პუტინის რეჟიმი ამ ყველაფერს უწოდებდა, წარმატებულად არ დასრულდა, ასევე იყო უკრაინული სპეცსამსახურის სიძლიერის დამსახურება, ცხადია დასავლურ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით. მეორე მსხვილი ფაქტორი, რადგან სპეცსამსახურებზე ვსაუბრობთ, რამაც ნეგატიურად იმოქმედა რუსეთის თვალსაჩინო შედეგზე, ეს იყო აი ამ ყველაფრის საპირისპიროდ რუსული სპეცსამსახურების ჩავარდნა. რუსული დაზვერვა, რუსული სადაზვერვო დანაყოფები ჩავარდნენ აბსოლუტურად ყველა კონტექსტში, ინფორმაციის მოპოვების, ინფორმაციის გავრცელების, პროპაგანდის, საინფორმაციო უპირატესობის შექმნის თუ აი სამხედრო ბიზნესის აღმოჩენის და ლიკვიდაციის კონტექსტში ეს იყო სრული ჩავარდნა, რამაც რუსეთი აიძულა გადასულიყო ტოტალურ საბრძოლო მოქმედებებზე, აი აბსოლუტურად ისეთ სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიაზე, რასაც კრემლი დღესაც არ აღიარებს, მაგრამ სამხედრო ექსპერტებისთვის ცნობილია, რომ დღეს ჩვეულებრივი ომი მიმდინარეობს მისი ყველა კომპონენტით. ანდრო, უნდა გითხო ასეთი რამ, ამას რა თქმა უნდა დაჭირდათ, რომ სპეცსამსახური იმ სახით ყოფილიყო, რასაც დღეს არის წარმოდგენილი უკრაინაში, თუმცა აი რა არის ძირითადი მახასიათებელი ამ სამსახურის, როგორ მუშაობს ომის დროს განსაკუთრებით, რა შემადგენელი ნაწილები აქვს ამას, აი მაგალითად იგივე რამდენად მჭიდროდ მუშაობენ კიბეროპერაციების ჩატარების თვალსაზრისით, თუნდაც აი ივნისის თვე არის ახლა და რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ ოპერაციას აეროდრომებზე იერიშის თვალსაზრისით წინ უსწრებდა კიბეროპერაციაც, ხო? ანუ აი ამ მანქანებზე, ამ საფრენ აპარატებზე სრული ინფორმაციის მოპოვება, ასე ვთქვა და გადახეს ხო რაღაცები. ეს რა კომპონენტები მუშაობს ერთად იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიონ და რამდენად დაიხვეწა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ერთ-ერთი უკრაინელებიც ხვეწა, ცხადია, მოწინააღმდეგე მხარიც ხვეწა. უნებრივია. პირველ რიგში მოდით ვთქვათ, რომ ზოგადად აი ამ საბრძოლო მოქმედებებში და ისედაც დაზვერვის კლასიკა, განსაკუთრებით აი ამ დღევანდელ ვითარებაში არის ერთის მხრივ საგარეო დაზვერვის მიერ წინსწრები ინფორმაციის მოპოვება ან ქვეყნისთვის სასარგებლო განწყობების შექმნა, გავლენების მოპოვება დაინტერესების ქვეყნებში, მათ შორის მტკურ ქვეყნებშიც უნებრივია, მაგრამ არა მხოლოდ, აქ ძალიან მნიშვნელოვანია მოკავშირე ქვეყნებში მუდმივად არსებობდეს ის სწორი ინფორმაცია და ის განწყობები, რომლებიც დაეხმარება უკრაინას ქვეყნის გადარჩენაში და საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში და სამხედრო დაზვერვის დანაყოფები ტრადიციულად უკრაინაში ძალიან მძლავრი დანაყოფი, რომელიც აღმოაჩენს რა სამხედრო მიზნებს და მის მიმართ ახორციელებს ხშირ შემთხვევაში დივერსიულ მოქმედებებსაც ან ხდება საბრძოლო საჯარისო ნაწილების მიერ ამ ინფორმაციის გამოყენება საარტილერიო დარტყმებისთვის, თქვათ შესაძლო სამხედრო მოქმედებებისთვის და ასე შემდეგ. ხა დღევანდელ ლანდშაფტში უნებრივია კიბეროპერაციები ძალიან მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კიბერი როგორც შესაძლებლობა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების და რეალიზების ერთის მხრივ, იმიტომ რომ ახლა დღეს აგენტურულ დაზვერვას ისედაც მცირე წილი ჰქონდა ზოგადად დაზვერვის კლასიკურ მოდელებში, დღეს კიდევ უფრო ნაკლებ ადგილს იკავებს, იმიტომ რომ ახლა ადამიანის ჩანერგვა დღევანდელ ციფრულ საუკუნეში გაცილებით უფრო რთულია და მით უმეტეს ადამიანის სიცოცხლე გაცილებით უფრო მეტად ფასობს, ვიდრე ეს ფასობდა მეორე მსოფლიო ომისას და გნებავთ ავღანეთის კამპანიის ასანცივი ომის მიმდინარეობაში, მაგრამ კიბერს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დანიშნულება. კიბერი არის დამთხმელი ძალა, არა მხოლოდ ინფორმაციის მოპოვების, არამედ თუნდაც სამიზნეების განადგურების და სწორედ აი ამ შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ დრონების ოპერაცია, რომელმაც რუსულ სტრატეგიულ ტრიადას ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, იქ შეიძლება ვიღაც პროცენტებში ცდებოდეს და ესეც შეიძლება რაღაც გარკვეული საინფორმაციო კამპანიის ნაწილი იყოს ორივე მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი ზარალი მიჰყვა. აი ამ ოპერაციებში, სადაზვერვო ოპერაციებში კიბერის წილი ძალიან ნათლად ჩანს, თუნდაც ისრაელის მიერ ჰამასის წინააღმდეგ განხორციელებულ აი ცნობილ პეიჯერების საკითხებში, როდესაც მიუხედავად ჩვეულებრივი სადაზვერვო ღონისძიებებისა, ძალიან დიდი როლი ითამაშა თუნდაც აი ამ კიბერკომპონენტმა, სადაც ფაქტიურად ჰეზბოლას ლიდერშიპის ნეიტრალიზაცია მოხდა
აპარატურის მიხედვით და სადაც აი ამ კიბეროპერაციამ გამოიწვია კინეტიკური ეფექტი. ძალიან ისე მარტივად რომ ვთქვათ, კომპიუტერულმა ვირუსმა გამოიწვია აფეთქება. რაც საკმაოდ ესეთი რთული მისაღწევია, მოითხოვს არა მარტო ასე ვთქვათ, რაღაც აფეთქებად ნივთიერებებთან მუშაობის ცოდნას, არამედ ძალიან ძლაურ კიბერპოტენციალს და ეს წლების შესაქმნელია. კიბერთან დაკავშირებით უკრაინამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, ჯერ კიდე აი ამ ფართომასშტაბიანი შეჭრის პერიოდამდე დასავლეთთან თანამშრომლობით, იმიტომ რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა შეერთებული შტატების, რომლებიც ეხმარებოდნენ პარტნიორ ქვეყნებს რუსული malware-ი ამოეყარათ, რუსული ვირუსი ამოეყარათ მათში არსებული სისტემებიდან. რუსეთის ტაქტიკა გახლავთ ის, რომ საერთოდ კიბერში, აი ამ კიბერსივრცეში ვირუსის ჩანერგვა ხდება გამოყენებამდე დიდი ხნით ადრე. ეს ცნობილი ტაქტიკაა, იმიტომ რომ შენ როდესაც გჭირდება, მაშინ ვერ შექმნი მიმართულებას. დაზვერვაშიც ასეა, უბრალოდ ეხლა ეს კიბერსივრცეში გადავიდა, შენ როდესაც წყარო გჭირდება, ბუნებრივია, როცა გჭირდება, მაშინ ვერ მოახდენ მის ჩანერგვას, ამიტომ შეიძლება 10-15 და 20 წლის ადრე ხავდეს ეს წყარო ჩანერგილი. ან რაღაც საინფორმაციო არხი, საინფორმაციო მიმართულება, ხო? ამიტომაც არის საჭირო დაზვერვაში აი ეს მუდმივობა და კადრების იშვიათი ცვლა სისტემიდან სისტემაში იშვიათად გაყვანა-გამოყვანა, იმიტომ რომ დაზვერვა აკეთებს რუტინულ საქმიანობას, რომელიც შეიძლება არასდროს არ დაგჭირდეს. ამით ის გავს ბიზნესში დაზღვევის სპეციფიკას, ხო? დაზღვევი რაში ვიხდით ფულს, შეიძლება არასდროს დაგჭირდეს, მაგრამ ბედნიერი ვარ თუ არასდროს დაგჭირდება. ასეა დაზვერვას მუდმივი მოქმედებით ქმნის საინფორმაციო არხებს, რომელიც ერთხელაც შეიძლება დაგჭირდეს. კიბერმა ეს საკითხი კიდევ უფრო ესეთი მნიშვნელოვანი გახადა და აი რუსეთი ყოველთვის ახერხებს, რომ malware-ი მანამდე კონდეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში ჩამერგილი, ენერგეტიკაში, ავტომობილებში, პოლიტიკურ ლიდერშიპში და შემდეგ და ააფეთქოს მაშინ, როდესაც დაჭირდება. აი ამ ვირუსის ამოყრა და განეიტრალება განხორციელდა სწორედ შეერთებულ შტატებთან მჭიდრო პარტნიორობით და ამას უკავშირდება ის, რომ რუსეთის ეს საამაყო კიბერპოტენციალი, რომელმაც 2014-2016 წლებში უკრაინას სასტიკი ზარალი მიაყენა და ფაქტიურად განსაზღვრა ყირიმის ოკუპაცია, ანექსიის ბედი, აი დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, ნახევარი კიევი დატოვა ელექტროენერგიის გარეშე, ახლა ამდენად სუსტად ჩანს უკვე ამ ფართომასშტაბიანი შეჭრისას, რომ ვერაფრით ვერ მოახერხა უკრაინელი ხალხის ვერც საბრძოლო სულისკვეთების გატეხვა, იმიტომ რომ კიბეროპერაციები და სადაზვერვო ოპერაციები ამისთვისაც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ვერც სამხედრო ძლიერების შესუსტება. ეს სწორედ უკავშირდება აი ამ სივრცეში თანამშრომლობას. ამის საპირისპიროდ უკრაინელებმა მოახერხეს და წელიწადნახევარი გეგმავდნენ, ეს რაც ცნობილია, სავსებით შეაძლებელია, რომ ეს სცენარები უფრო მეტად სავარაუდოა, უფრო დიდი ხნის მანძილზე მუშავდებოდა. ზოგადად ჩვენ რასაც ვხედავთ დაზვერვაში, ეს არის აისბერგის წვერი, ხო? დანარჩენი ის ქვემოთ არის საიდუმლო ფორმებით, მეთოდებით, რაც არასდროს არ ვრცელდება და როდესაც ვრცელდება 20-30 ან 50 წლის მერე, ისიც გაუძლებლად ტყუილია, იმიტომ რომ ამ მეთოდებს ყოველთვის აქვს ხოლმე თავის გაგრძელება. უკრაინელებმა მოახერხეს და რუსულ ბირთვულ პოტენციალს ძალიან მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს, იმიტომ რომ სტრატეგიული ბომბდამშენები ერთ-ერთ კომპონენტად ითვლება ტრიადაში და თავისთავად ცხადია, ამას აქვს როგორც ტექნიკური ეფექტი, კერძოდ ის, რომ მატარებელი უფრო ნაკლებად ყავთ ამ ბირთვული კობინების, მეორე ძალიან მძლავრი ფსიქოლოგიური ეფექტი, იმიტომ რომ ეს არის საბრძოლო სულისკვეთების დამცემი რუსულ სამხედრო მანქანაში, რუსულ პოლიტიკურ ელიტაში და ასევე ერთიორად აი ამ სულისკვეთების ამაღლებელი დასავლურ ბანაკში, იმ ბანაკში, რომელიც ახლა ცდილობს რაღაცნაირად დაუპირისპირდეს აი რუსულ მოროდებას. უნდა გითხრა, უკრაინა რომელიც ომში არის 2014 წლიდან და 2022-დან ფართომასშტაბიან ასე ვთქვათ, წნეხს განიცდის, ახერხებს იმას, რომ არა მხოლოდ კონტინენტური ევროპის ტერიტორიაზე აწარმოოს თავისი სპეცოპერაციები, არამედ აფრიკის ტერიტორიაზეც, ანუ იქაც არის მისი ქვედანაყოფები, იქაც ის აწარმოებს სხვადასხვა სადაზვერვო სახის თუ სხვადასხვა სახის სპეცოპერაციას. რაში ჭირდება უკრაინას ეს, რამდენად არის ამისთვის ძალა და ეს ფრაგმენტაციაც, მაინტერესებს შენეული შეფასება ამისი, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფოა, წმინდა მოსახლეობის თვალსაზრისით, რაც პირდაპირ არის მიბმული
მის სადაზვერო შესაძლებლობაზე. მოსწორედ სადაზვერო შესაძლებლობებია ამაზე მიღებული. უკრაინას ხავს ძალიან ესეთი დიასპორა მრავალ ქვეყანაში და ამის გამოყენება სადაზვერო მიზნით ყოველთვის წარმატებულად ხდება. სწორი ამოცანის განსაზღვრის შემთხვევაში ბუნებრივია სადაზვერო დანაყოფები მოქმედებენ შედეგიანად და როგორც ვთქვით, მათი საქმე სწორედ საზღვრებსგარეთ მუშაობაა. თუ სპეცსამსახური კონცენტრირებულია მარტო შიდა უსაფრთხოებაზე, ყოველთვის ეს გარკვეულ პრობლემებს წარმოქმნის ხოლმე, თუმცა არ უნდა ვიგულისხმოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შიდა უსაფრთხოება ნაკლებად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკრაინის ესმეობ ასევე მოახერხა რამდენიმე წარმატებული ღონისძიება რუსული ჯაშუშების გამოვლენის თვალსაზრისით თვითონ უკრაინაში. ბრძოლის პირველ ეტაპზე ეს მნიშვნელოვანია, სანამ ომი ძალიან ესეთ ფაზაში შევა, მაგრამ როდესაც უკვე ომი გადადის აქტიურ ფაზაში, ჯაშუშური მოქმედებებისთვის ველი აღარ რჩება, ჯაშუშებისთვის, აგენტურისთვის უკვე საზღვარი ჩაკეტილია, ვეღარც იქეთ მხარეს ხდება ინფორმაციის გაცვლა და მოპოვება და ვეღარც გამოაქვს უკვე ცენტრისთვის ინფორმაცია. ხო, ამიტომ ამ დროს დგება ხოლმე უფრო ეტაპი, როდესაც მტრის ზურგში უნდა იმოქმედოს უკრაინულმა სპეცსამსახურმა და მიაღწიოს შედეგს. შედეგი, როგორც ვითხარით, ერთი სამხედრო ძლიერების შერყევა, პირდაპირ პოტენციალის განადგურება, აეროდრომებზე თავდასხმა, საწვავსაყო ხილმასალების ან ლოჯისტიკურ კვანძებზე თავდასხმა და აი სწორედ ის თავდასხმები, რომლებსაც ზუსტი იარაღით წერტილოვნად ახორციელებენ უკრაინელები, ამის უკან სწორედ ეს მოპოვებული სადაზვერო ინფორმაცია დგას, იმიტომ რომ ჩვენ კი შემდგომ ხედავთ, როგორ ფეთქდება ეს აეროდრომები, მაგრამ ეს აეროდრომები ხო შენიღბვის პირობებში მუშაობენ, ახლა ისკანდერები, მაგალითად საბრძოლო პოზიციაზე გასული ისკანდერები. აი ამ წერტილების აღმოჩენა სწორედ არის სამხედრო დაზვერვის საქმე. ცხადია, ტექნიკური დაზვერვა თავის როლს თამაშობს და უკრაინას უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთ-ერთი მძლავრი პოტენციალი ჰყავს. ამ თვალსაზრისით იმდენად სწორად ხდება წერტილების შერჩევა, მაგრამ მეორე ბლოკი ამ სადაზვერო მოქმედებების აი ამ საომარ მდგომარეობებში სწორედ არის გარკვეული ასე ვთქვათ საბრძოლო სულისკვეთების შერყევა რუსეთში თვითონ აი ამ ძირგაომთხრელი საქმიანობის აი მანდაც მინდა გითხო, ანუ გამოვლენა იმ ადამიანების პილოტები იქნებიან, მაღალი რანგის გენერლები იქნებიან, ანუ სამხედრო პოზიციების გამოვლენა, არა მხოლოდ გამოვლენა, არამედ პრაქტიკულად საცხოვრებელი ადგილების დადგენა და შემდეგ მათი ლიკვიდაცია მტრის ზურგში, ხო, ანუ სიღრმეში პირდაპირ. ხო, რუსეთთან დაკავშირებით უკრაინას გარკვეული მომგებიანი სპეციფიკა აქვს, ისევე როგორც რუსებს უკრაინელების წინააღმდეგ, ისინი ფაქტიურად ორივე ერთი წარმოშობის ხალხია, ვიზუალურად მაინც და ენომრივად ერთ ჯგუფს განეკუთვნებიან და ამიტომ მათი მოქმედება უფრო გაადვილებულია ერთმანეთის ტერიტორიაზე, იმიტომ რომ ბევრი უკრაინელი ცხოვრობდა მოსკოვში, პეტერბურგში, ბევრი მათგანი საბჭოთა კავშირის დროს შესაძლოა გენერალურ შტაბში საკმაოდ მაღალ თანამდებობებზეც ან ახლანდელ ვთქვათ პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში გარკვეულ თანამდებობას იკავებენ. ცხადია, კონდაზვერვითი მუშაობა რუსეთს არ ესწავლება, მით უმეტეს მთელი რუსეთის FSB ახლა კრემლშია, ხო, ამ თვალსაზრისით საბჭოთა კგბ-ის დროინდელი პუტინი, პორტნიკოვი, პატრუშევი, ახლა მიუხედავად მათ მიმართ ჩვენი მტრული დამოკიდებულებისა, მათ პროფესიონალიზმში რაღაც დონეზე მაინც ჩვენეთში არ უნდა შეგვიყვაროს. ამ საქმიანობის წარმართვა სწორად იციან, მაგრამ რაღაც პოტენციალი მაინც შენარჩუნებულია, ისე რომ რუსეთი შეღწევადია უკრაინული სადაზვერო დანაყოფებისთვის, ისევე როგორც უკრაინა რუსეთისთვის. თუმცა კიდევ ერთხელ დღეს უკვე რადგან ომი ასეთ ფაზაშია, ეს აგენტურული მიმოწვლა ინფორმაციის საკმაოდ გართულებული იქნება და ნებისმიერი ასეთი ოპერაცია მტრის ზურგში ხელახალი შეღწევით ხორციელდება. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის შიდა უსაფრთხოება ცოტა არ იყოს მოიკოშლებს. ამას თავის მიზეზები აქვს, იმიტომ რომ FSB მიუხედავად იმ მაღალი პროფესიული პოტენციალისა, FSB რომ როგორც შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყება, იმდენად არის ერთის მხრივ პოლიტიზირებული და მეორეს მხრივ კორუმპირებული, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის სანდოობა მაღალი არ არის. შესაძლოა აი ამ უწყებებში ინფორმაცია მაღალი ხარისხის პროდუქტის სახით მზადდებოდეს, მაგრამ იმის გამო, რომ აი ამ კორუფციით ტკბობა დიდხანს განაგრძონ, ხელმძღვანელობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება არ ხდება. იმიტომ რომ დიქტატორულ რეჟიმებში ეს ყოველთვის ისჭება სწორი ინფორმაცია და როდესაც სადაზვერო ინფორმაცია მცდარია, სროლასავით არის მოგეხსენებათ, ხო, თვითონ აი აქ 1 მილიმეტრის ცდომილება სასხლეთზე დამოკვრისას სამიზნესთან გაძლევს შეიძლება მთელი
მუშტის ოდენაც ცნობილება მოხდეს და წრის გარეთაც გახვიდე. ხო, დაახლოებით იგივე სადაზვერვო ინფორმაციაში მცირე ცნობილება, მაგალითად უკრაინის შესახებ მოხსენება, რომ უკრაინაში ხალხი მზად არის, რომ დროშებით შეხვდეს და ფორმალით შეხვდეს, ამან განაპირობა დაგეგმვა მცირე სპეცოპერაციისა, რომელიც მერე მოგხსენებათ ერთ კვირაში გადაიქცა ლაფში ჩაფლული აი ამ ლოჯისტიკური გაურკვევლობებით, ისე რომ რუსი ჯარისკაცები საწოლსაც კი ხიდიდნენ საკვების მოსახორებლად. ეს პირველ კვირებში ხდებოდა, იმიტომ რომ არ იყო მზად არასწორი ინფორმაციის ფონზე, ხო? ამას სპეცსამსახური ხშირად იმიტომ აკეთებს, რომ არ დაკარგოს მისი ჩვეული ადგილი მზის ქვეშ, თუ ის კორუმპირებულია და თქვათ არ მოხდეს, ასე ვთქვათ, იმის გამოვლენა, რომ რამდენი ფული შეიჭამა, ან რა ვერ გავაკეთეთ სწორად და პატაკი ყოველთვის ხდება იმის, რომ გვაქვს წარმატება და საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ წარმატება არ მაქვს. ეს რუსული სპეციფიკა არის, რუსეთის მსგავსი რეჟიმების სპეციფიკა ზოგადად არის. თუმცა არ უნდა დაუკარგოთ ასევე ხელოვნება უკრაინულ სპეცსამსახურებს, ასე არ არის, რომ რუსეთის საზღვარი გამჭვირვალეა და როგორც კიდე გადახვალ გადმოყვალ, მით უმეტეს რუსულია ეს რაღაც დანაყოფები ან ანკლავები ქვეყნის საზღვრის გარეთ, ხო, როგორც იყო აფრიკაში ცნობილი ღონისძიება, ხო, იგივე ვაგნერის წინააღმდეგ, როგორც ვთქვათ, შეიძლება იყოს ეს აეროპორტების საკითხი, აეროდრომების ნაბურების საკითხი და ასე შემდეგ. უკრაინის საბრძოლო მანქანა ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ძალად ევროპაში, ეს ასე გაგრძელდება, ბუნებრივია და ეს საბრძოლო მანქანა წარმოუდგენელია გამართული სადაზვერვო დანაყოფების გარეშე. როგორც ჩანს, უკრაინას ამხრივად წარმატება აქვს როგორც ადამიანურ დაზვერვაში, ასევე ტექნიკურ შესაძლებლობებში. ეს წარმოუდგენელია დასავლეთთან თანამშრომლობის გარეშე, ახლა რაც ამ და ვისაუბროთ ამ დონის ამ სიმაღლეების მიღწევა წარმოუდგენელია, მაგრამ თავისთავად აი ამ დასავლურ დაზვერვასთან თანამშრომლობაც საკმაოდ დიდ ხელოვნებას მოითხოვს, იმიტომ რომ მათაც აქვთ ინტერესი, სადაზვერვო ურთიერთობა არ იგება მარტო ალტრუისტულ საკითხებზე, ხო? მათაც აქვთ გარკვეული ინტერესი და შენც უნდა აკმაყოფილებდე მათ ინტერესს იმისთვის, რომ გქონდეს აი ეს თუნდაც ინფორმაციის მიმოცვლა და თუნდაც ტექნიკური დახმარება. უნდა გითხო ჩავარდნაზეც და ესეთი ოპერაცია ვაგნერ გეიტის სახელწოდებით იქნება ამაზე ვისაუბროთ. მიუხედავად იმისა, რომ ვინც თემით დაინტერესებულია მეტნაკლებად აქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მაინც სადღაც გაჟონა ყველაფერმა და საბოლოო ჯამში ეს ოპერაცია ჩავარდა. ვის უკავშირდებოდა ჩავარდნა ერთი და მოდით თავიდან რომ მოვყვეთ რამდენიმე სიტყვით დავახასიათოთ რის შესახებ იყო ეს ოპერაცია, ხო? ვაგნერი ერთ-ერთი ძალიან ისეთი საინტერესო ობიექტი იყო უკრაინელებისთვის და საერთოდ ახლა ბევრი რამე არ ჩანს ბუნებრივია, მაგრამ ის რაც ზედაპირზეა ვაგნერში ეს იყო ომამდე. ეს იყო ომამდე, ხო, ვაგნერის ნებისმიერი ვაგნერის წინააღმდეგ განხორციელებული აქტივობა უკრაინის ხელი უნდა ვეწებოთ ამ ყველაფრის უკან, იმიტომ რომ ჩვენ კი ვამბობთ ომამდე, მაგრამ ის რომ ეს ომი დაიწყებოდა დღეს ახვალ ამა თუ იმ ფორმით შეზღუდულ რეჟიმში თუ ჰიბრიდულ რეჟიმში თუ აი ესე ფართო მასშტაბიანი შეჭრით უკრაინელებისთვის ეს ცნობილი იყო. სწორედ კიბერზე მომზადება რომ მოგახსენებთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რამხელა განსხვავება 2014-16 წლებში უკრაინის კიბერ პოტენციალსა და დღევანდელ პოტენციალს შორის. აი ამ 7-8 წლის მანძილზე უკრაინამ მოახერხა ძალიან მყარად მომზადებულიყო ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ 2014-16 წლებში ჯერ კიდევ მობილური ტელეფონებით აწარმოებდნენ უკრაინელები, ჯერ კიდევ ის არ ჰქონდათ გამყარებული, რომ საბრძოლო მოქმედებების არეალში მობილური ტელეფონი რუსეთისთვის ძალიან მოწყვლადი სამიზნე იქნებოდა. ვაგნერთან დაკავშირებით ეს ოპერაციები, ეს ერთადერთი ოპერაცია არ არის, ხო, ძალიან ბევრი ოპერაცია იყო, რაღაც ჩანს, რაღაც არ ჩანს. ჩვენ ვერ გამოურიცხავთ პრიგოჟინთან დაკავშირებითაც რა ხდებოდა ზოგადად, ხო, უბრალოდ ჩვენ ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს და როგორც გითხარით, ეს როცა ვრცელდება, მაშინაც კი არასწორი ვრცელდება ხოლმე, რაღაც ისტორიისთვის რაღაც ნაწილი გამოდის ელემენტარული გარეთ, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩავარდნა გაჟონვა, როგორც ჩანს, მაინც პენეტრირებულმა რუსულმა საცეცებმა გამოიწვია, იმიტომ რომ რაც არ უნდა კიდევ ერთხელ ვისაუბროთ რუსების მიმართ ჩვენ ნეგატიურ გამოკიდებულებაზე, მათ სადაზვერვო პოტენციალი აქვს. შეიძლება კორუმპირებული, შესაძლებელია ძალიან ბევრი მხრივ რაღაც ისეთი როგორიც არ უნდა იყოს, მაგრამ დიდი ქვეყანა, დიდი დიასპორით და დიდი ტრადიციით აი ამ სტრატეგიული დაზვერვის სამწუხაროდ ამგვარ რაღაცებს ახერხებს ხოლმე და ეს ჩავარდნაც რაღაც ამგვარი. აქ მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ, რომ ყოველი ასეთი სადაზვერვო ოპერაცია მარტო სამხედრო პოტენციალის შესუსტებას ან სამხედრო კამპანიას კი არ
ეხმარება ან თქვათ ართულებს, არამედ მოლაპარაკების მაგიდაზე ძალიან ესეთი მტკიცე არგუმენტია, მძიმეწონიანი არგუმენტია ხოლმე, მათ შორის პარტნიორებთან ურთიერთობაში და აი ახლა ამერიკის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, რა იქნება რომელ მხარეს დაიჭერს რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში, აი აქ ეს სადაზვერვო ღონისძიებები და სადაზვერვო წინსწრები ინფორმაცია ძალიან ესეთი მყარი არგუმენტია ხოლმე ამ სასწორის შემთვის შემხარეს გადმოსახრებად. იმიტომ პრეზიდენტ ტრამპმა გამოიყენა ესეთი ინგლისური ფრაზა უკრაინელების მისამართით ბედეს, ანუ ძალიან მაგრები არიან, ანუ მეტი შეფასება არ გაუკეთებია მათ თვითონ აი ამ ეს არის თვალ უკმაყოფილო არ იყო. მაგრამ არ შეიძლება უკმაყოფილო ყოფილიყო, იმიტომ რომ შეიძლება უკრაინას ამ ეტაპზე ნაკლებად აღელვებდეს ის გახსნილ ომშია, მაგრამ ვის და ევროპის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩინეთსაც მათ შორის რუსეთის ერთი შედარებით მოკავშირეს რუსული ბირთვული ტრიადის მარცხი სულაც არ ეწყინებათ, ხო? ამიტომ იქ სხვა საქმეც კეთდება, შეიძლება საქართველოსთვის რუსეთის ბირთვული პოტენციალი დიდი ვერაფერი ბედენა იყოს, გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ჩვენთან მას ბირთვული კოზირის გამოყენება არასდროს არ დაჭირდება, მაგრამ დიდი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბალანსი ირღვევა ელემენტარული, ხო? ბალანსი ირღვევა და ირღვევა არა რუსეთის სასარგებლოდ, არამედ დასავლეთის სასარგებლოდ, გნებავ ჩინეთის სასარგებლოდ, აქ მარტო დასავლეთიც არა, ბირთვულ პოტენციალზეა საუბარი და მეორეც, ამ ბირთვული პოტენციალის აღდგენა აი დღევანდელი სანქციების პირობებში თვალთ მარტივი არ აქვს, იმიტომ რომ რუსული ბირთვული პოტენციალი დიდწილად ამერიკულ და გარკვეულწილად ალბათ ჩინურ დოტაციას არ დავაკვირდი, თანამშრომლობაზეც იყო დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში ასეთი დროც იყო, ხო? ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თავად პრობლემაში მყოფ რუსეთს ალბათ გაუჭირდება ირანისთვის ამ ბირთვულ პროგრამაზე ჩუმი ხელშეწყობა. ახლა რუსთვის დასამალი არ არის, რომ ირანის ბირთვული პროგრამა სპეციალისტების დონეზეც და თუნდაც ტექნოლოგიების დონეზეც გარკვეულწილად რუსეთთან არის კვეთაში, ხო? ამიტომ ეს მოლაპარაკების მაგიდაზე და გეოპოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. უკან რომ დაუბრუნდეთ უკრაინელებს, მხოლოდ და მხოლოდ საკებარია, როდესაც ქვეყანა აღწევს იმ სადაზვერვო პოტენციალს, რომ აი ამ ხელა გეოპოლიტიკურ თამაშში, არქტიკიდან დაწყებული ვთქვათ რაღაც წყნარი ოკეანის აუზამდე, რაღაც ცვლილებები შეიტანა. ამიტომ პრეზიდენტ ტრამპის გამოთქმა ალბათ ზუსტად ის იყო, რაც გაიფიქრა, ეს არ ხასიათდება მაინც და მაინც დიპლომატიური გამოსვლებით, გულახდილი ადამიანია და ალბათ ზუსტად ის იყო, რაც გაიფიქრა. ზუსტად ასევე რუსებმაც აი ეს სადაზვერვო ჩავარდნა, ხო, გამოიყენეს მაშინ მოლაპარაკებებში, თქვათ უკრაინელების დასადანაშაულებლად და ბრიტანელების, ამერიკის შეერთებული შტატების, ამიტომ დაზვერვა არ არის მარტო ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, რომ თქვათ რაღაც ის აფეთქება მოხდა, ან რაღაც დივერსიული აქტი, რომელიღაც გენერალისგან ეიტრალება, სადაზვერვო მოქმედებებით რუსეთმა მაგალითად ყირიმის ანექსია იმდენად უმტკივნეულოდ, მათთვის უმტკივნეულოდ და მსოფლიოსთვის უმტკივნეულოდ განახორციელა, რომ მაშინდელ დასავლეთს არ ეყო შესაძლებლობა, გამჭრიახობა ან მიზეზი იმისათვის, რომ წინააღმდგომოდა აი ამ ტაქტიკას რუსებისას და სწორედ მაშინ ნატოს დონეზეც და დასავლეთის დონეზეც ითქვა, რომ რუსეთის ჰიბრიდული პოტენციალი იყო უზარმაზარი რამ. მაშინ გახსოვთ ერთი მეორეს მიყოლებით უკრაინელი გენერლები, ხო, სევასტოპოლის ყირიმში განთავსებული ხო კაპიტულაციას აცხადებენ. ამის უკან ყველგან იდგა რუსული სპეცოპერაცია, ზოგის ოჯახის წევრებზე მუქარით და შანტაჟით, ზოგის მოტაცებით, ზოგან მწვანე კაცუნების აქტიურობით, იმისთვის რომ პირობითად 100-მა ან 200 ადამიანისგან შემდგარმა მწვანე კაცუნების და ნაყოფმა რაღაც მოახერხოს, რომელიღაც შენობის ბლოკირება ან აღება, ამას უკან წლების მანძილზე დამუშავება. და სლოგანებმაც მაგრამ ემუშავა, ხო? ანუ ეს არა მხოლოდ მწვანე კაცუნები, არამედ თავაზიანი კაცუნები და ასე შემდეგ. ვაგნერ გეიტს რო დაუბრუნდეთ სულ რაღაც რამდენიმე წამით, ანუ ამოცანა იყო, რომ ვაგნერელები გადაებირებინათ მოტყუების გზით, თითქოს ისინი ვენესუელაში ან სირიაში მიდიოდნენ, ჩაეყვანათ ბელორუსში და ბელორუსიდან მერე ჩაეყვანათ მოტყუების გზით უკრაინაში და დაეპატიმრებინათ, გამოეყვანათ რაღაცა ჯგუფი, ასე ვთქვათ, მწყობრიდან.
თუმცა მე გავწევდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატიდან მოხდა დაშონება. სავარაუდოდ გაიგეს კიდევაც ვინ იყო ამისი და გაიყვანეს თამაშიდან ის ადამიანი, ან ჯგუფი ადამიანთა. და რომ დაუბრუნდეთ ახლა რუსულ სპეცსამსახურს უშუალოდ და FSB-სთან დაკავშირებით თქვენ გითხრით, მაგრამ მე მაინტერესებს SVR-თან დაკავშირებით, ანუ რუსეთის საგარეო დაზვერვას საერთოდ რა როლი აქვს და ჩვენ საქართველოსთან მიმართებაში ვხედავთ აგერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ცნობას თითქოს საერთოდ აქტიურობს. ხო, ანუ აქ აქტიურობს ძალიან, ანუ მე რამდენიმე მეათე განცხადება რაღაცა დაახლოებით. თუმცა უკრაინასთან მიმართებაში ვთქვათ ესეთ აქტიობას ვერ ვხედავთ. აი ეგეც ამოცანასთან დაკავშირებით არის. ხო, ტორის სიტყვით მიმოვიხილოთ რუსული სპეცსამსახურების ეს ლანდშაფტი, ხო, რაც არის, ხო, სამი ძირითადი მოთამაშეა, მე კიდე არის სხვა მოთამაშეები, სამი ძირითადი მოთამაშეა, SVR, საგარეო დაზვერვა, სტრატეგიული დაზვერვა, FSB, შიდა დაზვერვა და კონტრდაზვერვა, ძირითადი კონტრდაზვერვითი, მათ შორის სასაზღვრო ძალებიც აქ შედის, როგორც ტიპიურ ავტორიტარულ რეჟიმებში და სამხედრო დაზვერვა, GRU, რომელსაც ახლა სხვა სახელი ჰქვია, მაგრამ ჩვენთვის ამით არის ცნობილი. როგორ არის გადანაწილება? SVR არის ელიტარული ჯაშუშების კანტორა, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, თვითონ ასე ამგვარ სლენგზე მოიხსენიება, რომელიც ეწევიან მსოფლიოს მასშტაბით სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას, გავლენების შექმნას და ასევე სამეცნიერო-ტექნიკური თვალსაზრისით დაზვერვას, სამეცნიერო-ტექნიკური ნოუ-ჰაუს და ინფორმაციის მოპოვებას. FSB არის ძირითადი ორგანო, კონდაზვერვითი და ის ყოველთვის უფრო თითქოს და მეტად ფასობს, იმიტომ რომ ერთი მეტად ჩანს და მეორეც მეტად არის მასზე დამოკიდებული შიდა სტაბილურობა, მათ შორის ეკონომიკური სტაბილურობა და ამიტომ FSB-ს ნებისმიერი გენერალი, ხლე გენერალები ბევრია, მაგრამ ნებისმიერი ისეთი კი გენერალი, ხო, ძირითადი გენერალი, გაცილებით უფრო მეტი მილიარდერია, ვიდრე ჩვენთვის ცნობილი მილიარდერები და ეს შავი ფული ხმარდება თვითონ რუსეთში სიტუაციის დაჭერას და იმ გარე ღონისძიებებსაც, რომელსაც ასე უხვად ასპონსორებს რუსეთი და GRU, სამხედრო დაზვერვა რუსეთის, რომელიც არის დივერსიებზე, ლიკვიდაციაზე, მწვავე აქტიურ ღონისძიებებზე, კიბეროპერაციებზე პასუხისმგებელი, ნაკლებად თითქოს ელიტარულია, რანგით პირდაპირ გასასვლელი არ აქვს პუტინზე, თავდაცვის სამინისტროს მეშვეობით უკავშირდება კრემლს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი მწვავე ღონისძიებისთვის GRU გამოიყენება, მათ შორის საქართველოში და ასე. ეხლა გადანაწილება როგორ არის და საქართველოს მიმართ აქტიურობა, რაც ჩვენთვის არის ცნობილი. ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეს რუსეთი განიხილავს საკუთარ გავლენის სფეროდ და შიდა პრობლემად. ამიტომ ეს ყველაფერი საბჭოთა კავშირის ძველი კონტინგენტი, ძველი რესპუბლიკები, ხო, ყოფილი რესპუბლიკები იყო FSB-ს დაფარვის ქვეშ და FSB აწარმოებდა ღონისძიებებს. პირველ რიგში იგივე უკრაინასთან მიმართებაში, საქართველოსთან მიმართებაში ცნობილი ეს ბესედა ბოლიუხის დანაყოფი, მეხუთე მიმართულება, რომელიც იყო ხოლმე აი საგარეო კონდაზვერვით დაკავებული და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთისთვის საჭირო განწყობების შესაქმნელად შემდგომ სამხედრო ან ვთქვათ ესეთი გადატრიალებების მოწყობის მიზნით, სამთავრობო გადატრიალებების მოწყობით, რომ ისევ შემოებრუნებინა ეს რუსეთის პროტექტორატის ქვეშ. დღევანდელი SVR-ის გააქტიურება საქართველოს მიმართულებით ორი ფაქტორით უნდა იყოს განპირობებული. პირველი ის გახლავთ, რომ აი ამ ბესედა ბოლიუხის ტანდემმა ძალიან მძიმე დარტყმა განიცადა და ჩავარდნა უკრაინასთან მიმართებაში. არ არის გამორიცხული, რომ FSB საერთოდ ჩაეხსნა ამ თემებს, იმიტომ რომ ვერ უზრუნველყო მცირე სამხედრო სპეციალური ოპერაციით აი ამ გადატრიალების მოწყობა უკრაინაში და საქართველოშიც მაინც და მაინც წარმატებული როგორც ჩანს არ იყო, იმიტომ რომ ამდენი ხანი ვერ მოახერხა ვთქვათ მისთვის სასურველი პოლიტიკური ელიტის ჩამოყალიბება. ცალკე ისტორიაა და ეს ამაზე შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ, მაგრამ მეორე ფაქტორი SVR-ის ჩართვისა უნდა იყოს ის, რა ამოცანა აქვს რუსეთს აქ, რა ახორციელებენ სპეცსამსახურები. საქართველოში რუსეთი შესაძლოა თვლიდეს, რომ ხელისუფლება მას პრობლემას არ უქმნის ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და FSB-ს მოქმედების არეალი მოიყვანოს აქ მისთვის სასურველი ხელისუფლება შესაძლოა ამ წუთისთვის რუსეთისთვის აქტუალური არ იყოს. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო. მაგრამ რუსეთისთვის აქტუალურია ახლა საქართველოს და დასავლეთის ურთიერთობების ძირის გამოთხრა.
ამიტომ სამუშაო მარტო საქართველოში კი არა აქვს რუსეთს, არამედ ბრიუსელში, ვაშინგტონში, ევროპის დედაქალაქებში მუშაობს რუსეთი იმისთვის, რომ ბოლომდე მოხდეს საქართველოს და დასავლეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება, ევროატლანტიკური ასპირაციის შეფერხება, შეწყვეტა და შემდგომ უკვე ან სამხედრო მუქარის გაჟღერების ფონზე, ან აი ამ ხავერდოვანი უზურპაციით მოახდინოს საქართველოს შეყვანა მისთვის სასურველ ფორმატში. ვარიაციიდან გამომდინარე, თუნდაც სამსახური სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლოა ეს იყოს 3+3, შესაძლოა ეს იყოს DST, დიდი წარმატების შემთხვევაში შესაძლოა ეს პირდაპირ რუსეთში შეყვანა იყოს თბილისის, ქუთაისის გუბერნიების სახით და სოხუმის სამხედრო ოლქის, რისი ოცნებაც და რისი სურვილიც მაგალითად მედვედევს არაერთხელ გაუმჟღავნებია და ახლა მედვედევი თავისი პირით არასდროს არ საუბრობს, ხო, ამაზე ბუნებრივია ეს მათი სურვილია საბოლოო ჯამში ასეთად იხილოს საქართველოს. შეიძლება 5-10 წლიან, 15 წლიან პერსპექტივაში, მაგრამ ისინი ამისკენ ავიჯნავი ჯგუფიდან. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ახლა მარტო თბილისში არ წყდება რუსეთის სადაზვერვო თვალსაზრისით. ჩემი აზრით, ამიტომ არის SOR ამ ყველაფერში ჩართული, რომ ეს მუშაობა ერთიანად უნდა გაიშალოს ვაშინგტონში, ბრიუსელში, სხვა დედაქალაქებში და მათ შორის თბილისშიც. შესაძლოა რუსეთი თვლიდეს, რომ FSB-მ თავის საქმე საქართველოში უკვე გააკეთა, ან მისი საქმე საქართველოში ამ წუთას არ არის აქტუალური, იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს დასავლეთთან დაახლოების მაინც და მაინც დიდ სურვილს, პირიქით ყველა ნაბიჯზე ჩვენ ვახდენთ ამ შემთხვევაში დისტანცირებას დასავლეთისგან და შესაძლოა რუსეთი თვლიდეს, რომ ახლა ამ რესურსების ტყუილად გახარჯვის დრო არ არის, ის აგენტურა, რომელიც აქ FSB-ს ყავს პოლიტიკური ელიტების სახით, შესაძლოა გამოვაღრიძოს 3 წელიწადში, 5 წელიწადში შესაბამისი პოლიტიკური ვითარების შექმნის პირობებში. და ბოლოს უნდა კითხვა აუცილებლად რა შეიძლება იყოს ამისი შემაკავებელი ფაქტორი შიგნით და თუ კი შიგნით აღარ არსებობს შემაკავებელი ფაქტორი, მაშინ რა ფაქტორებმა უნდა იმუშაოს გარედან? რუსეთის შეკავების ერთადერთი საშუალება დღესდღეობით არის დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია. რადგან ამ მხრივ საქართველოს აქვს პრობლემები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს თავისთავად არ ხდება და ეს არის სწორედ რუსული დაზვერვის გავლენები, რუსული სპეცოპერაციის შედეგი, რომელიც ჩვენ შეუიარაღებელი თვალითაც კი 4-5 წლის მანძილზე მოჭამს, როდესაც ქვეყანამ პირდაპირ იცვალა კომპასი, ხო, მიმართულება პირდაპირ შეიცვალა და თითქოს ყველა ნაბიჯს ვაკეთებთ დასავლეთის საწინააღმდეგო, დასავლეთის საპირისპიროდ. ერთადერთი რაც ამას შეაჩერებდა, არის მკვეთრად პროდასავლური კურსი, მესმის რომ დასავლეთს თავადაც პრობლემები აქვს, ეს პრობლემები ხშირად დაზვერვითიც არის, უკრაინის მაღალ წრეებში კი არა, ვაშინგტონში, ბრიუსელში ვხედავთ რუსულ მეტასტაზებს, რუსულ საცეცებს დაზვერვის, მაგრამ მაინც უკეთესი წამალი, უკეთესი მკურნალობა არ არსებობს დასავლეთთან ურთიერთობა, თუნდაც ინფორმაციის გასვლის თვალსაზრისით და თუნდაც სტრატეგიული კომუნიკაციის თვალსაზრისით. იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად ისეთ მძიმე არგუმენტს რუსული მხრიდან, როგორც არის იმედი, სრულ იმედი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისა, თავისთავად ცხადია, საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ფართო ფენებთან დაკავშირებული მოსახლეობის, ეს არის პირდაპირ განწყობების გენერატორი ყველა მომდევნო არჩევნებისთვის და ისედაც რუსეთმა ბოლოს და ბოლოს, ჩვენთვის ძალიან სამწუხაროდ, ისწავლა დემოკრატიის სისუსტეების გამოყენება დემოკრატიული წყობილებების წინააღმდეგ. ასე რომ რუსეთი აღარ მუშაობს ყოველთვის ნაჯახით და სამხედრო ოპერაციის გზით და ამ დივერსიული აქტების გზით, რუსეთი ძალიან აქტიურად მთელ მსოფლიოში, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპასა და ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ცდილობს დემოკრატიული ხელსაწყოებით, არჩევნებით, რეფერენდუმებით მოიყვანოს არადემოკრატიული ხელისუფლებები, პრორუსულად განწყობილი ელიტები და შემდგომ ეს რბილად, ჰიბრიდულად შეცვალოს კურსი. და პროდასავლური განწყობების შემცირება, რომელიც სახეზეა სხვადასხვა საქართველოში, რაც უნდა დავაბრალოთ ამა თუ იმ ორგანიზაციას, რომ რამდენად იყო მიკერძოებული, რამდენად არ იყო და წარმოვიდგენელიც კი არის, რომ საქართველოში პროდასავლური განწყობები არ შემცირებულიყო, იმიტომ რომ 5 წელია ავერახსნილი პროპაგანდა მიმდინარეობს აბსოლუტურად ყველა
მიმართულებიდან წარმოუდგენელია ეს ადამიანებს არ მოქმედებდეს. აი სწორედ ეს არის საშიში, რომ რუსეთი ახლა იყენებს დემოკრატიულ ინსტრუმენტებს დემოკრატიის მოსაკლავად. და საქართველოსთვის ამ რეჟიმში, ამ რეგიონში დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის შენარჩუნების ერთადერთი მიმართულება არის დემოკრატიული განვითარება. სხვა ყველა შემთხვევაში ძალიან მარტივად უკასროდ დავხედოთ, საქართველოს გადარჩენა წარმოუდგენელია და აი ეს მიმართულება ძირითადად სპეცსამსახურების ზურგზე გადადის, რუსული სპეცსამსახურების და მათთან დაპირისპირებული ამ შემთხვევაში უნდა იყოს საქართველოს სპეცსამსახური. თუ ჩვენ საქართველოს სპეცსამსახურს და ზოგადად ქვეყნის სპეცსამსახურს უფრო მეტად ვტვირთავთ პოლიტიკური მიზნებით, პოლიტიკური მოტივებით და არა აი ამ საერთო რაღაც საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტით, მაშინ უბრალოდ ადგილი აღარ რჩებათ, მათ ველი აღარ რჩებათ სწორად მოქმედების და რაც არ უნდა პროფესიონალებით ვიყოთ დაკომპლექტებული და რაც არ უნდა ეს პირადი შემადგენლობა იყოს, თქვათ, მაღალი პროფესიონალიზმი დამჭურვილი, ეს მაინც არ მოქმედებს, იმიტომ რომ ადამიანს აქვს გარკვეული მარგი ქმედების კოეფიციენტი, რომლის იქითაც უბრალოდ პერპეტუალურად ვერ იქცევა. ამის მაგალითი ბევრი გვაქვს ჩვენ, თუნდაც რუსული სპეცსამსახურები და თუნდაც ყველასთვის ესეთი სამიმუშო მოწყობის ან რაღაცნაირი ესეთი ნაცისტური გერმანიის სპეცსამსახურები, ხო? ყველას გონია რომ ისინი ძალიან ძლიერი სპეცსამსახურები იყვნენ. ეს ყველაფერი ბუნებრივია, არის უფრო მეტად ვიზუალური ეფექტის შედეგი და როგორც კი სპეცსამსახური ის არის, რომ როგორც კი სპეცსამსახური გადადის პოლიტიკური პოლიციის რანგში, მაშინვე მას ეკარება ეგზისტენციალური საფრთხეები სახელმწიფოს მიმართ. მარტივი რაღაცის გამო, იმიტომ რომ მისი დასაცავი ობიექტი ხდება პარტია და არა ქვეყნის უსაფრთხოება და ხშირად პარტიული ინტერესი, თქვათ იშვიათად, მაგრამ მაინც პარტიული ინტერესი არ ემთხვევა ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებს ზოგიერთ შემთხვევაში და ასე დროს პოლიტიზირებული სპეცსამსახური ყოველთვის იცავს პარტიულ ინტერესს. რა მოუტანა პარტიული ინტერესის დაცვამ რუსეთის სპეცსამსახურებს, თქვათ, იგივე ნაცისტური გერმანიის სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებს, ეს ისტორიიდან ძალიან კარგად არის ცნობილი. ანდრო, ძალიან დიდი მადლობა. ანდრო გოსილიძე იყო ჩვენთან.